მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის არაინვაზიური დიაგნოსტიკური ტესტი, რომელიც იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველს და რადიოტალღებს მუხლის სახსრის შიდა ნაწილის დეტალური გამოსახულების შესაქმნელად. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შეიძლება გამოყენებულ იქნას მუხლის სხვადასხვა დაავადებების შესაფასებლად, მათ შორის წინაჯვარედინი იოგის, უკანაჯვარედინი იოგის, მედიალური გვერდითი იოგის, ლატერალური გვერდითი იოგის, მედიალური მენისკისა და გვერდითი მენისკის დაზიანებები. სასახსრე ხრტილის დაზიანება, რომელიც არის გლუვი ქსოვილი, რომელიც ფარავს მუხლის სახსრის ძვლების დაბოლოებებს. მუხლის სახსრის შემადგენელი ძვლების მოტეხილობები, როგორიცაა ბარძაყის ძვალი, დიდი ცუვის ძვალი და კვირისტავი, ინფექციის ან სიმსივნეების ნიშნები მუხლის სახსარში და მიმდებარე ქსოვილებში. ექიმმა შეიძლება დანიშნოს მუხლის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია შემდეგ შემთხვევებში: მუხლის მიდამოში არსებული ტკივილი, შეშუპება ან სიცითლე, შეფერხებული მუხლის სახსრის მოხრა ან გაშლა, არსებული მუხლის ტრავმის ეპიზოდი, როგორიცაა სპორტული დაზიანება ან დაცემა, მუხლის სახსრის სპეციფიკური დაავადების სიმპტომები, როგორიცაა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი ან პოდაგრა. ზოგიერთი მუხლის სახსრის მიდამოში ტკივილის მიზეზი ფასდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ინტრავენური კონტრასტის გამოყენებით. კონტრასტული ნივთიერება გადოლინიუმი იშვიათ მიწათა ლითონია. სხეულში შეყვანის შემდეგ ის ცვლის მიმდებარე წყლის მოლეკულების მაგნიტურ თვისებებს, რაც აუმჯობესებს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე მიღებული სურათების ხარისხს. კონტრასტული ნივთიერება აუმჯობესებს სიმსივნეების, ანთების, სისხლმომარაგების და სისხლძარღვების ხილვადობას. კონტრასტი ასევე გამოიყენება ინფექციის დიაგნოსტირებაში. კონტრასტული ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენური კათეტერის მეშვეობით, რომელსაც აყენებენ იდაყვის ან მტევნის დონეზე. კონტრასტული ნივთიერებები უსაფრთხო ინტრავენური პრეპარატებია. როგორც სხვა პრეპარატებს, მათაც გააჩნიათ მსუბუქი ან მძიმე გვერდითი მოვლენები, მაგრამ მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია.